თავარი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ მმართველ გუნდში არის მსჯელობა ჩვენს მიერ მისაღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მსჯელობა და აზრების გაზიარება ისეთ დიდ ფრაქციაში, როგორიც გახლავთ ქართული ოცნება, რომელიც 53 წევრს ითვლის, არის ჯანსაღი პროცესი. მე მგონი, გაცილებით საშიში იქნებოდა ის, რომ ჩვენ ყოველგვარი განხილვის გარეშე ვიღებდეთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონ ნინო გველეტაძე გახლავთ უაღრესად კვალიფიციური იურისტი, ძალიან კარგი პედაგოგი და იმ განვლილი გზით, რომელიც მას აქვს ძალიან საპატივცემულო პიროვნება. მაგრამ ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი ხედვები ფრაქციის დონეზე ბევრ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც გახლავთ მენეჯმენტის სასამართლო სისტემის, რამდენად მიაჩნია მას, რომ დღევანდელი შემადგენლობით და იმ მოსამართლეთა რაოდენობით, რომელიც დღეს გვყავს, თავს ართმევს სასამართლო სისტემა მოქალაქეების ინტერესებს და პასუხობს და საკმარისია მათი ოდენობა იმისათვის, რომ კვალიფიციურად განიხილონ საქმეები და ასე შემდეგ. ანუ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ასევე შეეხება მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული საზოგადოებისათვის. გუშინდელი ფრაქციის სხდომაზე იყო მსჯელობა სწორედ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ არა გადაწყვეტილებები პიროვნული სიმპათია ანტიპატიებიდან გამომდინარე, არამედ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქვეყნისათვის უკეთესი. მაგრამ გადაწყვეტილება გახლავთ უაღრესად საპასუხისმგებლო, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავმართოთ ცალკე დახურული შეხვედრა ქალბატონ ნინო გველეტაძესთან, სადაც მოვისმენთ მის ხედვებს, მათ შორის პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ ვართ გაერთიანებული იურიდიულ ან ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელმაც უკვე მოусმინა ქალბატონ ნინო გველეტაძეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ მის მიერ წარსულში განხილულ საქმეებს და იმ დამოკიდებულებებს, რომელიც მას აქვს გამოხატული ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, ალბათ საუბარია სულ რაღაც რამდენიმე დღეზე, როდესაც სასესიო კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება ეს შეხვედრა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა პარლამენტში, ქალბატონ ნინო გველეტაძე საკმაოდ ბევრ ხმას მიიღებს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ვიცნობთ და პატივს ვცემთ მის საქმიანობას. გვინდა ჩამოვყალიბდეთ, ეს იყოს ერთიანი გადაწყვეტილება, თუ დეპუტატებს უფლება მიეცეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ კენჭისყრაში, როდესაც თითეული მათგანი ინდივიდუალურად გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი ქალბატონი გველეტაძის კანდიდატურას. ის დახურული შეხვედრა როდის არის ჩანიშნული? ჩვენ დროჯერ არ განგვისაზღვრავს, უბრალოდ ფრაქციის შეკრებაზე იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ თითეული ჩვენთაგანი რომ ჩამოყალიბდეს, გჭირდება ამისათვის მეტი ინფორმაცია. თქვენ მოისმინეთ ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება თითეული დეპუტატის სინდისზე იქნება და ჩვენ საკმაოდ მალე გვეწურება უფლებამოსილების ვადა დაახლოებით წელიწად ნახევარში, მაგრამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ქართული სამართლებრივი სივრცის ბედს მნიშვნელოვან წილად, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ საჭიროა და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა ჩვენი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინ უპასუხებს ადეკვატურად საქართველოს მოსახლეობის სრულიად სამართლიან მოთხოვნებს სამართლიანობასთან დაკავშირებით. სამართალი სასამართლო სისტემის გარეშე და მისი რეფორმირების გარეშე ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ დამკვიდრდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და შესაბამისად ეს ადამიანი იქნება იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ასევე განსაზღვრავს სასამართლო სისტემის ბედსა და მომავალს მნიშვნელოვან წილად. ალბათ ეს ბიუჯეტზე მიდაკითხოთ, რა ნაწილში უნდა გხდეს კორექტირება და კონკრეტულად მის უნდა შემოწირდეს ხარჯები. ეს შეიძლება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯების შემოწირებასაც.
დიახ, მთავრობამ გააკეთა ძალიან მკაფიო განმარტება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდის ლიდერმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვფიქრობ, რომ იმ რთული მოვლენების ფონზე, რომელიც მსოფლიოში ვითარდება, რა თქმა უნდა შეიკვეცოს როგორც ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე ის ხარჯები, რომელსაც გასწევს ბიუჯეტი უფრო მეტად ალბათ სწორედ მართლობით საკითხებთან დაკავშირებით. ეს ეხება წარმომადგენლობით ხარჯებს სამინისტროების მხრიდან. პარლამენტში აღნიშნული ხარჯები უკვე დიდი ხანი არა შეკვეცილი გახლავთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო მეტად გადავდგათ ნაბიჯები ბიუჯეტის შეკვეცისაკენ. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში არ მოწერილა ხელი არც ერთ მივლინებაზე დეპუტატებისათვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენი წარმომადგენლების ყოფნა ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმზე იყო აუცილებელი, მაგალითად კენჭისყრის ჩატარების გამო, მაგალითად გარკვეული დეკლარაციის მიღების გამო და ძალიან ბევრ მოწვევაზე, სადაც უბრალოდ კარგი ფორუმი იქნებოდა ჩვენი პრობლემების გასატანად, პარლამენტს უთქვამს უარი სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ გქონდა საკმარისი ხარჯები ბიუჯეტში. ვფიქრობ, რომ ამ ხარჯების შეკვეცა შესაძლებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები. შეიძლება ჩვენ ნაკლებად ვქონდეს უცხოური დელეგაციებისათვის გამასპინძლების საშუალება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იქნება დარწმუნებული ვარ, კარგად აღქმული მათ შორის იმ სტუმრების მხრიდან, რომელიც იღებენ მონაწილეობას ჩვენთან გამართულ ამა თუ იმ ფორუმში. და საკმარისი ის ამ ხარჯების შემცირებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით რაც უფრო მეტად შეიკვეცება მართლობით ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები და რაც უფრო მეტი ფინანსები წავა ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მეტად ამოძრავდება ეკონომიკა და გამყარდება ლარი, რადგან გზების მშენებლობაში, ცალკეული საწარმოების დაფინანსებაში ჩადებული თითოეული თეთრი ბრუნავს და ის თანაბრად ნაწილდება შემდეგ საქართველოს ყველა იმ მაცხოვრებლის ჯიბეში, რომელიც დასაქმებულია რაღაც მოკლევადიან თუნდაც გზის მშენებლობაზე, ან რაიმე ობიექტის აღდგენასთან დაკავშირებით, ანუ რაც უფრო მეტად გაიზრდება ის ხარჯები, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიდის, ეს ახალ ბიძგს მისცემს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ის, რომ ბიუჯეტი იყოს სოციალურად ორიენტირებული, ბიუჯეტის 1/3 იხარჯება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რომელიც უნდა გაიღოს თავისი მოქალაქეებისათვის სახელმწიფო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ რომ ის ხაზი გაგვეგრძელებინა, რაც იყო რაციონალური მოძრაობის დროს, 2,5 მილიარდ არ გადავდებდით ჯანდაცვის პროექტებისათვის და სოციალური პროექტებისთვის, მაგრამ ამ ადამიანების ჯანმრთელობას ნამდვილად სჭირდება აღნიშნული დაფინანსება და ეს დაფინანსება ადრე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გვეყოლებოდა ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის ან პატიმალიშვილის გამო იძულებული გახდა, რომ აიღოთ უზარმაზარი სესხები და გაიყიდათ საკუთარი სახლები. არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე თვეები არის მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხზე. ისინი შედარებით საკუთრებენ ხელისუფლებას იმას, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია აფიქსირებს საკუთარ აზრებს სამსახურთან დაკავშირებით და ზოგადად საუბრობენ გარდა ქართული ოცნებისა. რა ინფორმაცია თქვენ თვითონ თქვენს გუნდში არ ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ფიქრობთ თუ არა რომ მოხდეს მომავალში გამოეხმაუროთ თქვენ სამსახურს. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობს საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტმა გაუგრძელა ვადა და მე იმედი მაქვს, რომ მისი საქმიანობა იქნება უფრო ინტენსიური და წარმატებული მრავალი ობიექტური გარემოების გამო სამწუხაროდ საკონსტიტუციო კომისიამ ვერ მიაღწია საბოლოო ვერსიის დადებას. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს, მე პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ
ძალიან კარგია რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ცოტა უცნაურად მეჩვენება მაჟორიტარის ინსტიტუტთან დაკავშირებული განსაკუთრებული აჟიოტაჟი რაც ატეხილია, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ ფეოდალს არ გავარდა, არც ადგილობრივი მოსახლეობისათვის გარდა დახმარებისა და მათი პრობლემების მოსმენისა და ლობირებისა, მაჟორიტარების უმეტესობა სამწუხაროდ სხვა ესეთ რეალური ბერკეტების ქონას მოკლებულია. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტი ან უნდა ჩამოყალიბდეს როგორც უფრო მეტად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პრობლემების დაყენება მთავრობის წინაშე, არამედ გარკვეულწილად ამ პრობლემების გადაჭრაც. იმიტომ რომ ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ დასაქმებას, დახმარებას, სოციალური საკითხების გადაჭრას და ჩვენ სამწუხაროდ არანაირი ქმედითი მექანიზმი გარდა მათთვის ნუგეშის ცემისა არ გაგვაჩნია და ძალიან რთულია მხოლოდ უსმენდე ამ ადამიანების პრობლემებს და არ გქონდეს ქმედითი მექანიზმები მათი პრობლემების გადასაჭრელად. ანუ ეს ინსტიტუტი არ უნდა იქცეს რეალური ინსტიტუტად, მაგალითად, ქვედა პალატის დონეზე, წარმომადგენლობითი პალატის დონეზე, ორპალატიან საპარლამენტო სისტემაში, ან რა თქმა უნდა გაუქმდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციას, ვინაიდან მათ არაჩვეულებრივად იციან, რომ დღეს პარლამენტში არ არის ისეთი პოლიტიკური ძალთა თანაბარდობა, რომ ჩვენ შევძლოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება 3/4. არ გვაქვს დღეს ჩვენ უბრალოდ 3/4, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს სავარაუდოდ შედგება იმავე კანონმდებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს და თუ ვინმეს თავის გამოჩენა უნდა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება, ეს რა თქმა უნდა მათი უფლებაა და არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად საკუთარი მოსაზრებები მიაწოდოს საზოგადოებას.